საერთოდ არ აქვს არანაირი მნიშვნელობა იმას თუ რას გეუბნება ქალი. იმიტომ რომ შენ შინაგანად გრძნობს სინამდვილეში როგორი დამოკიდებულებითაც არის ის შენს მიმართ. გრძნობ რამდენად ჭკვიანი, რამდენად ძლიერი, რამდენად სიმპათიური, რამდენად ღირებული ხარ მისთვის. ყველა ამ შეგრძნების ტრანსლირება ხდება არავერბალურ დონეზე. მიმიკებისა და რეაქციების დონეზე. და ეგ ყველაფერი ძალიან დიდ გავლენას ახდენს შენს ჰორმონალურ ფონზე, შენს განწყობაზე და ხასიათზე. თუ დავაკვირდებით შევამჩნევთ, რომ ერთი და იგივე მამაკაცი სხვადასხვა ქალთან სხვადასხვანაირად აფასებს თავის თავს. ერთ ქალთან ურთიერთობაში ლომივით მეფეა, ხოლო მეორესთან ქუჩის ძაღლივით საწოდავი. საქმე იმაშია, რომ უმეტესობას თავის ობიექტურად შეფასება არ შეუძლია. ზუსტად ამიტომ ხარ დამოკიდებული შენთვის ახლო ადამიანებისგან თავზე ხელის გადასმაზე, რომ შეგაქონ რამდენად ყოჩაღი ბიჭი ხარ. მაგრამ შენ თლად ისეთი შტერიც არ ხარ, რომ დედა შენის, შენი ნათესავების და მეგობრების შეფასებას ენდო. იმიტომ რომ ხვდები, რომ უბრალოდ შენს მიმართ კარგი დამოკიდებულებიდან გამომდინარე ისინიც არაობიექტურად შეგაფასებენ და თითქმის ნებისმიერ სიტუაციაში თავზე ხელს გადაგისვამენ ყოჩაღო. ზუსტად ამიტომ, როდესაც შენ ირჩევ ქალს ურთიერთობისთვის, შენ უბრალოდ პარტნიორს არ ირჩევ, რომელთან ერთადაც წამოწვევით და ფილმებს უყურებთ. შენ ირჩევ იმას თუ ვინ იქნები, როგორი შინაგანი შეგრძნებით იქნები, რას წარმოადგენ და ასე შემდეგ. და ურთიერთობაში ან მეფე იქნები, ან ბომში. შენი თვითშეფასება პირველ რიგში არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ გიდგება ქალი შიგნით ურთიერთობაში. და მხოლოდ ამის შემდეგ მოდის შენი ცხოვრებისეული მიღწევები. ნებისმიერი მამაკაცი, რომელიც იტყვის, რომ ეგრე არ არისო, დიდი ალბათობით გრძელვადიანი, ან ოჯახური ურთიერთობა არ ჰქონია. შესაბამისად ჯერჯერობით ვერ ხვდება რაზეც ვსაუბრობ და ვერც იმას ხვდება თვითონ რაზეც საუბრობს. მაგრამ ადრე თუ გვიან მიხვდება, რომ ცოლს ერთი უბრალო გამოხედვითაც კი შეუძლია უჩინარი ხელის გარტყმა შიგლოხაში. მას რამის თქმაც კი არ სჭირდება. უბრალოდ შემოგხედავს და მხოლოდ მაგ გამოხედვითაც კი შეუძლია რომ დაგამციროს. და ზუსტადაც მაგ რეაქციების დონეზე ხდება ურთიერთობაში ფსიქოლოგიური ატმოსფეროს ფორმირება. გამოხედვით, ჟესტიკულაციით, მიმიკებით, ინტონაციით და წაკბენებით. და არა თუ კონსტრუქციული დიალოგით. და ზუსტადაც მაგ ყველაფრის მეშვეობით ხდება ურთიერთობაში შენი პოზიციის დასუსტება. უბრალოდ გაიხსენე, როდესაც ქალი შეყვარებული თვალებით გიყურებდა, შენ უჩინარი ძალა გავსებდა და ისეთი შეგრძნება გეუფლებოდა, რომ შეუძლებელს შეძლებდი. მაგრამ როდესაც მის თვალებში დაინახე სიცივე და გულგრილობა, აღმოჩნდი გაურკვევლობაში და შინაგანი შფოთვა დაგეწყო. ზუსტად ამიტომ ვამბობ, რომ ქალის ეგ წვრილმანი, თუმცა გასაგები სიგნალები არ უნდა შეჭამო და არ უნდა შეიზილო. თუ შენ დროულად არ შეამჩნევ, რომ ქალის თავში შენი ავტორიტეტი დამდაბლებას იწყებს და შესაბამისად დროული რეაქცია თუ არ გექნება, როდესაც გაახელ თვალებს, უკვე გვიანი იქნება. მერე მიხვდები, რომ შენ სიტყვას და შენს აზრს აღარანაირი ფასი აღარ აქვს. და შენ სულ რომ მსხვილი კომპანიის გენერალური დირექტორი იყო, რომელსაც ათასობით თანამშრომელი ბატონო ჯემალით მიმართავს. ნებისმიერ ქალთან 5 წლიანი ურთიერთობის შემდეგ მაინც ჯემალიკო გახდები, რომელსაც ტუალეტის ჩარეცხვა ავიწყდება ხოლმე. და თუ ქალს აქვს გაუფასურებისკენ მიდრეკილება მორჩა. ობიექტური რეალობა კი ის არის, რომ ქალთა 98%-ს აქვს გაუფასურებისკენ მიდრეკილება. რა თქმა უნდა სხვადასხვა გრადაციით, მაგრამ აქვს. და შენ სულ რომ ილონ მასკი იყო კვადრატში, ის მაინც გაგაუფასურებს. ქალთა ყველაზე საშიში ტიპაჟი კი არის ის, რომელიც მამაკაცს ჯერ ფერარიზე დასვამს და აგაზავებს. ანუ მის თვითშეფასებას ბუსტავს და პიკამდე წევს. ძალიან სწორად არჩევს სიტყვებს, ინტონაციას და რეაქციებს, რომ შეგივსოს თვითშეფასების შინაგანი დეფიციტი. ყოველ დღე შენ მსუყე დოზით ეგოიზმის ინექციას იღებ და ამას ეჩვევი. შემდეგ კი, როდესაც დაგშორდება ქალი, შენ მზად ხარ რომ ფეხებში ჩაუვარდე და ყველაფრის ფასად დაიბრუნო. მთელი ეგ სქემა ორ სიტყვაში რომ ავხსნათ, ის ისეთ პირობებს გიქმნის, რომ მასთან შენ ყველაფერი ხარ, ხოლო მის გარეშე არაფერი. იმედი მაქვს, რომ ასეთი ქალები არ შეგხვედრიათ და არც არასდროს შეგხვდებათ. მაგრამ ყველაზე გავრცელებული სცენარი არის, როდესაც რამდენიმე წლიანი ოჯახური ურთიერთობის შემდეგ გაუფასურებს ქალი. რატომღაც ბევრს აქვს ისეთი წარმოდგენა, რომ ეგ ყველაფერი ღიად და გასაგებად ხდება. თავისთავად ეგ არ არის მასე. ეგრე რომ ყოფილიყო, ქალს რომ პირდაპირ ეთქვა შენთვის, შენ მომენტალურად გექნებოდა შესაბამისი რეაქცია. როგორ ხდება ხოლმე? შენ მის თვალებში სიცივეს ხედავ, მაგრამ სიტყვებით გარწმუნებს, რომ ყველაფერი კარგადაა. მის მიმიკებში სრულ გულგრილობას ხედავ, მაგრამ საქმით თითქოს და გვერდში გიდგას. ეს და მსგავსი ყველაფერი შენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ახდენს ძალიან ნეგატიურ გავლენას. შენ ხვდები, რომ სიტუაციას ვეღარ აკონტროლებ. მაგრამ არც ფაქტი გაქვს ხელში, რითაც ეთქვი, რომ ისე აღარ იქცევი როგორც ადრეო. სულ რომ უთხრა, რომ სიცივეს ვგრძნობ შენგანო, გეტყვის, რომ გეჩვენება და რაღაცები გელანდებაო, აქეთ დაგადანაშაულებს. ეს ის მომენტია, სადაც შენ გამოდიხარ მწყობრიდან. სადაც შენ შინაგანი შფოთვა გეუფლება.
სადაც შენ კარგავ კონტროლს. კარგავ კონტროლს ურთიერთობაზეც, ქალზეც და შენს თავზეც. და თავისთავად უშვებ შეცდომებს. შემდეგ კი ქალს ეძლევა ფაქტები, შენი არაადეკვატური ქცევის სახით და მაგ ფაქტების საფუძველზე გშორდება. და ეგ ფაქტები რეალურია, შენ შენივე ხელით მიეცი მას. ის ყველასთან შენ დაგადანაშაულებს და გაამართლებს თავის წასვლას. სხვები კი თავისთავად გაამართლებენ მას და ეტყვიან, ყოჩაღი გოგო ხარ, ამდენის მოწმენა რომ შეძელიო. მთელი სამყარო შენ დაგადანაშაულებს. არავინ ჩაეწიება იმაში, თუ რა ხდებოდა სინამდვილეში თქვენს ურთიერთობაში. სინამდვილეში კი მე და შენ დღეს და ახლა კი ვხვდებით, რომ ქალი უკვე თავშივე მზად იყო დასაშორებლად. რომ მან ყველანაირი პირობა შექმნა იმისთვის, რომ მისთვის სასურველი შენი რეაქციის პროვოცირება მოეხდინა. და ეს პროცესი არ ხდება მომენტალურად. ზოგ შემთხვევაში წლებიც კი გრძელდება. მაგრამ ჩვენ აქ ამ ყველაფერზე იმისთვის არ ვსაუბრობთ, რომ ქალი დავადანაშაულოთ. ან თუნდაც შენ დაგადანაშაულოთ, რადგან სუსტი ხარ და ეგ ფაქტია, რომ სუსტი ხარ. ამ ყველაფერზე იმისთვის ვსაუბრობთ, რომ მივაგნოთ ობიექტურ რეალობას, რომ შემდეგ ნათელი გახდეს არსებულ ვითარებაში რისი გაკეთებაც არის შესაძლებელი. და სუსტი იმიტომ ხარ, რომ ქალის აზრზე იდგა შენი თვითშეფასება. ხოლო დღეს და ახლა, როდესაც მან გაგაუფასურა, შენ უკვე გჯერა, რომ არაფრის მაქნისი ხარ. რომ არაფერი განსაკუთრებული, არაფერი ღირებული არ არის შენში. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის სიმართლე. მაგ ვითარების პრობლემა იმაში კი არ არის, შენ რეალურად რამე გამოგდის ცხოვრებაში თუ არა. პრობლემა იმაშია, რომ შენი თვითშეფასება ქალს მიანდე. ამ ვითარების საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ ის შენს მიმართ უპატივცემლობას პატარ-პატარა დოზებით ავლენს. რასაც შენი ტვინი ვერ ფილტრავს, შენი ქვეცნობიერი კი შთანთქავს. დროთა განმავლობაში ქალის ნორმალურ ქცევას და პირდაპირ შეურაცხყოფას ვეღარ ასხოვებ ერთმანეთისგან. ქალის გონორი, პრეტენზიები და ზეწოლა დროთა განმავლობაში შენთვის ჩვეულებრივ მოვლენად იქცევა. ზოგადად ქალები ხშირად ამბობენ, რომ მამაკაცი რაღაცის გამო უნდა დააფასო. მაგრამ ეგ ნათქვამი ძალიან ცინიკურია. იმიტომ რომ ის შემფასებელი ინვესტორის პოზიციას იკავებს ურთიერთობაში. თქვენ როდესმე გინახავთ, რომ ძმაკაცები შეიკრიბონ და განიხილავდნენ, აი ნინუცასთან რაღაც ისი არ არის და აბა მოდით მირჩიეთ, ახლა გავაგრძელოთ თუ არა მასთან ურთიერთობაო. ან ნინუცას ძალიან ვიწრო მენჯები აქვს და შეიძლება მშობიარობისას პრობლემები შეექმნას და მითხარით ძმებო, ღირს თუ არა მასთან გაგრძელება. ან ნინუცას რაღაც ცუდი მეტაბოლიზმი აქვს და 30-ის შემდეგ დიდი ალბათობით ხორივით მოიმატებს და ხომ არ ჯობია, რომ ახლავე დავშორდეო. ასეთ განხილვებს მამაკაცებში ვერასდროს ნახავთ. მაგრამ ქალთა დიდი ნაწილისთვის ეგ ყველაფერი არის უბრალოდ რუტინა. ის საყვარლად გაკოცებს ლოყაზე და გეტყვის, რომ დღეს ჩემს დაქალებს უნდა შევხვდეო. ზუსტად 20 წუთის შემდეგ კი ის თავის დაქალებთან ერთად კაფეში სვამს რძიან ყავას და იწყებს მათთან ბრეინშტორმინგს. დაქალები მაგ დროს თავისთავად რეტრანსლატორის როლს ასრულებენ. ის ისე აწვდის დაქალებს ინფორმაციას, რომ მათგან ის მიიღოს, რისი მოსმენაც მას უნდა. ვიღაცები იტყვიან, რომ ზარმაცი და არაფრის მაქნისი მამაკაცებიც ხომ არსებობენო. მე კი ასე გეტყვით, რომ მამაკაცთა 99%-ს უნდა, რომ ამ ცხოვრებაში თავისი ადგილი მონახოს. უბრალოდ მათ არ აქვთ კონკრეტული გეგმა. ანუ თუ შენი ქმარი არ მიისწრაფის რამის მიღწევისკენ, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ის არაფრის მაქნისია. მან უბრალოდ რაღაცები არ იცის, რაღაცების ეშინია, გარკვეული კომპლექსები აქვს და ასე შემდეგ. შესაბამისად ეგრევე დაქალებთან იმის გასანხილველად არ უნდა გაიქცე, რომ ის არაფრის მაქნისია. არც პირდაპირი პრეტენზიების წაყენება არის გამოსავალი. მას შენი დახმარება სჭირდება. უბრალოდ გვერდში უნდა დაუდგე და სწორი მოტივაცია უნდა მისცე. ქალი მამაკაცისთვის არის ყველაზე ახლო და ყველაზე მნიშვნელოვანი უკავშირის წყარო. შენ შეიძლება მთები გადალახო და მილიონები იშოვო, მაგრამ თუ ქალი შემოგხედავს და გეტყვის, რომ არაფრის მაქნისი ხარო, შენი ტვინი ზუსტად მაგ მონაკვეთის ფიქსაციას მოახდენს. ქალის ყველა სიტყვა, ან საწვავია, ან საწამლავი. ანუ, ან ის პატივისცემით გიდგება და შენც იზრდები. ან სულ ეჩვის თვალით გიყურებს და შენ ლპები. ხოლო მამაკაცთა ყველაზე პოპულარული აზრი ჩემი კონტენტის ნახვის შემდეგ არის შემდეგი. 10 წლის წინ რომ მცოდნო და ეს ყველაფერი, სულ სხვანაირად დაალაგდებოდა ჩემი ცხოვრება. თუ შენ არ გინდა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ შენს მსგავსი აზრის მორიგი მფლობელი გახდე, გირჩევ, რომ ზედმიწევნით შეიმეცნო დახურული ვიდეო კურსები. შეძენა კი შეგიძლია როგორც WhatsApp-ზე ჩემთვის მოწერით, ისევე Telegram-ზეც ავტომატური შეძენის მეთოდით. ნებისმიერ შემთხვევაში ბმულები აღწერაში და პირველ კომენტარშია.